IT სექტორისთვის შემოღებული სპეციალური საგადასახადო რეჟიმები და შეღავათები. პატარა ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებ, ანუ არ დიდი ხნის წინ ზუსტად საგადასახადო ლიბერალიზაციამ, მოდე ასე დავარქვათ და გამარტივებამ რეჟიმების განაპირობა ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი საერთაშორისო ამერიკული IT კომპანია შემოვიდა და დაფუძნდა. ნუ საუბარი მაქვს EPAM-ზე, Exadel-ზე, Lineage-ზე, ბევრ კომპანიაზე, რომელმაც თავის დროზე გზა გაუხსნა საქართველოს ეკოსისტემით დაინტერესებას და შესაბამისად ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული წიაღწევები. ეხლა ამ წარმატებას ასე ვთქვათ, ხო? შენარჩუნება ჭირდება და შესაბამისად არსებული პრეფერენციები რას ვკარნახობს სპეციალურად IT ინდუსტრიისთვის. აი ზუსტად ამ თემაზე გვექნება შემდეგი ჩვენი ბლოკი, რუბრიკა, რომელიც ჩვენი პარტნიორის Grant Thornton საქართველოს ეგიდით მომზადდა და პირდაპირ ეთერში მინდა მივესალმო ლუკა შეყვაშულს, რომელიც Grant Thornton საქართველოს უფროსი საგადასახადო კონსულტანტია. ლუკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ლუკა, უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს არსებული მოდი პრეისტორია, რაც წინა სიტყვაში ვახსენეთ და არსებული სურათი დღეს. იგივე საგადასახადო რეჟიმები, რომელიც IT ინდუსტრიას უკავშირდება. გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება როგორც მოგეხსენებათ, IT სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრია მთელ სოფლიოში. შესაბამისად, თითოეული ქვეყანა თავ კონკურენციას უწევს, რომ მაქსიმალურად მაღალი კვალიფიციური კადრები, ასევე ინოვაციური ჰაბის შექმნას თავის ქვეყანაში და ამის გამო სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა სახელმწიფომაც, როდესაც შექმნა შესაბამისი საგადასახადო რეჟიმები, ეს არის ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი შედარებით უფრო ადრე 2011 წელს შეიქმნა, ხოლო საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2020 წლიდან უკვე მოქმედებს საქართველოს ბაზარზე. აღნიშნული რეჟიმების მიზანი იყოს, რომ პირველ რიგში შექმნილიყო საქართველოში მაღალკვალიფიციური კადრები, განვითარებული იყო შესაბამისი ბაზარი, IT სექტორი და საბოლოო ჯამში აღნიშნული პროდუქტი გაეტანათ ექსპორტზე და უცხოეთში გაეწიათ შესაბამისი მიმართულებით მომსახურება. და ზუსტად ამის გამო ეს შეღავათები იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა ბევრი, თუ როგორც თქვენ ახსენეთ, ბევრი საერთაშორისო კომპანიისთვის, რომ დღეს საქართველოს ბაზარშედაც აქტიურად მონაწილეობენ და არიან ჩართულები. კი ბატონო, მოდით ახლა დავაზუსტოთ. ანუ ორ ნაწილად გავყოთ ჩვენი საუბარი, რა როლი აქვს ზოგადად IT ინდუსტრიას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებისთვის. ამაზე ორი აზრი არ არის და ვიცით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და თან მით უმეტეს ის ადამიანური კაპიტალიც, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ამ კუთხით არის აუცილებლად გამოსაყენებელი. მაგრამ ეხლა ერთი პატარა კაზუსი მინდა ჩვენ საუბარში შემოვიტანოთ. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ აი 2011 წლიდან არსებობდა იგივე მათ შორის ვირტუალური ზონის სტატუსი და ჩვენ გავაჩინეთ არც თუ დიდი ხნის წინ კოდექსში ახალი მიმართულება საერთაშორისო კომპანიის პრიზმაში. ეხლა აქ გაჩნდება ბევრი აზრთა სხვადასხვაობა. მედალს ორი მხარე აქვს, როგორც ყოველთვის, პირველი მხარე პოზიტიურია, რა თქმა უნდა, ჩანაფიქრი ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს მეორე დათქმა. მეორე დათქმა ცოტა არ იყოს ბიუროკრატიული ნარევი დათქმა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საერთაშორისო კომპანიაზე მე რაც გავეცანი ამ დოკუმენტს, ანუ საუბარი არის იმაზე, რომ კომპანიას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ქონდეს ოფისი საქართველოში, უნდა ყავდეს დასაქმებული რაღაც რაოდენობის თანამშრომელი და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულწილად ისეთ ვალდებულებებს უყენებთ აი ფრენჩაიზ ან პირობითად საპარტნიორო ურთიერთობის ნაწილში საერთაშორისო კომპანიას, რომ ეს ბევრისთვის შეიძლება იყოს ცოტა კაბალური ნაწილიც, ხო? ეხლა შეიძლება დიდი კომპანიისთვის ეს დიდი თვირთია, საერთოდ არ იყოს, მაგრამ აი შედარებით მცირე და საშუალო კონდიციის საერთაშორისო IT კომპანიისთვის ეს შეიძლება იყოს დამატებითი ბიუროკრატია. მაგალითად მე მაინტერესებს აი მედლის ორი მხარე, მისი პოზიტიური და შედარებით ნეგატიური ელფერი. ძალიან კარგად აღნიშნეთ ზუსტად ეს მხარე, რომ ორივე მხარეს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. ზუსტად ამის გამო მინდა ვისაუბრო თუ რა უპირატესობები აქვს ვირტუალური ზონის სტატუსს და რა უპირატესობები აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს. რა თქმა უნდა, თითოეული ბიზნესი სხვადასხვა მოცემულობისაა, სხვადასხვა სპეციფიკისაა და ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, ჯერ ვისაუბრებთ ზოგადად ვირტუალური ზონის სტატუსს, რა შეღავათი აქვს საგადასახადო და საერთაშორისო კომპანიას რა შეღავათი და მე უფრო ჩავშლი თუ რა სხვაობაა და რომელ კომპანიას რომელი სტატუსი ურჩევნია. ვირტუალური ზონის სტატუსი, პირის სტატუსი, ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის არის, რომ საქართველოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გადის ექსპორტზე და მის მიერ მიღებული შემოსავალი არის გათავისუფლებული მოგების გადასახადისგან. შესაბამისად, ეს ისეთი შეღავათი, რომელიც ბევრ კომპანიას საკმაოდ საგადასახადო შეღავათს ანიჭებს და ამის გამო არის ერთ-ერთი მიმზიდველი. თან ამავდროულად ბიუროკრატიის ნაწილს რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიასგან განსხვავებით, ვირტუალური ზონის სტატუსს არ მოითხოვს, რომ მაგალითად
დაქირავებულები აუცილებლად საქართველოში ყავდეს. მთავარი ის არის, რომ საქართველოში მოხდეს შესაბამისი საბაზრო ფასის ხელფასის გაცემა და წყაროსან დაკავება საშემოსავლო გადასახადებისთვის. რაც მეორეა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, იქ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდნენ შესაბამისი თანამშრომლები და ისინი აქედანვე უნდა ახორციელებდნენ მუშაობას. რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, საერთაშორისო კომპანიის სტატუსს აქვს უფრო დიდი ბიუროკრატია, ანუ უფრო მეტი მოთხოვნები აქვს, რომ მიიღოს შესაბამისი სტატუსი კომპანიებმა და თუმცა ამავდროულად უფრო მეტი საგადასახადო შეღავათები აქვს, მათ შორის ის არის, რომ მოგების გადასახადი 15%-დან არის შემცირებული 5%-ით, საშემოსავლო გადასახადი 20%-ით და 5%-ით, ქონების გადასახადი არ აქვს, ანუ ქონების გადასახადი გათავისუფლებულია და ასევე დივიდენდის გადასახადსაც არ იხდიან. და ამავდროულად კიდევ შეუძლიათ დასაბეგრი მოგების შემოსავალი შეამცირონ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასით, რაც დამერწმუნეთ საკმაოდ დიდი შეღავათია და დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საგადასახადო შეღავათებით მოქმედებს. თუმცა ამისთვის რომ ეს შეღავათები მიიღოს, საჭიროა თითოეული ის მოთხოვნა, რაც საქართველოს ბაზარზე და კანონმდებლობით აქვს, იმიტომ რომ იდეა როგორც თავიდან ვახსენე ის იყო, რომ საქართველოში შექმნილი იყო და საქართველოში მაღალკვალიფიციური კადრები ყოფილიყვნენ აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, თუ საქართველოში არ იქნებოდნენ აღნიშნული დაქირავებულები, იდეა ცოტა გადაუხვევდა, ანუ აღარ იქნებოდა ის მთავარი იდეის მონიშნებელი და შესაბამისად ეგ არის ერთ-ერთი მთავარი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უმრავლესი ნაწილი, უდიდესი ნაწილი, მაგაზე კიდევ ბევრი საუბარი მიმდინარეობს პროცენტულად, რამდენი პროცენტი უნდა იყოს საქართველოში და რამდენი უცხოეთში, მაგრამ ეს თითოეულ კომპანიაზე ინდივიდუალურად განიხილება და თითოეულ კომპანიაზე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. და ამავდროულად თუ უნდა რომ თითოეულ კომპანიას მიიღოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, მის დაფუძნებელ კომპანიას უნდა ქონდეს მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აღნიშნულ მიმართულებით და შესაბამისად უნდა იყოს აღნიშნული მიმართულებით საკმაოდ უკეთ გამოცდილი ბაზარზე, გამოცდილი IT სექტორში და უნდა ქონდეს გარკვეული მონაგარი. აი, უკვე მე მინდოდა რეალურად მეკითხა, მათ შორის კრიტერიუმებზეც გასაგებია, რომ პრეისტორია უნდა ქონდეს, პორტფელი უნდა ქონდეს შესაბამისი და ანუ ამის დამიხედვით ხდება შესაბამისი სტატუსის ფორმირება. მე მინდა აი კიდევ უფრო განმარტოთ კლასიფიკაცია. რეალურად აი რომელი კომპანიისთვის, ანუ რომელი სტატუსი არის უფრო უპრიანი და მათ შორის აი კრიტერიუმიც, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ანუ აი ამ კრიტერიუმების ჩაშლა მინდა უფრო დეტალურად. მონაგარი გასაგებია, ორწლიანი ბექგრაუნდი გასაგებია, პორტფელი გასაგებია, მაგრამ აი ჯამში შესაბამისი განაცხადის დონეზე და მათ შორის ორმაგი ურთიერთობის დონეზე, აი როგორ ხდება პარიტეტები, აი სხვადასხვა ქვეყნებთან პირობითად, აი ვისთანაც გვაქვს მაგალითად ორმაგი დაბეგრა და ტრანსფერ პრაისინგის ნაწილი, ანუ რეალურად იქ შეიძლება გაცილებით გამარტივებული იყოს, მაგრამ აი სპეციფიკაციები რას გვეუბნება ქვეყნებთან ურთიერთობის ამბავში. ქვეყნებთან ურთიერთობის ამბავიდან გამომდინარე, ანუ თავარი მაინც ამოდის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მის დედა კომპანიას, დაფუძნებელ კომპანიას, ან ნებისმიერ კომპანიას, ან 51 ან 50 პლუსზე მეტი მფლობელი, ვინც იქნება აღნიშნული კომპანიის, უნდა იქონდეს ორწლიანი გამოცდილება, როგორც აღნიშნე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, ასევე უშუალოდ უნდა იყოს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობაში და ანუ საქართველოში IT მიმართულებით მხოლოდ ექსპორტზე უნდა გაქონდეს აღნიშნული მომსახურება და არ უნდა ემსახურებოდეს საქართველოში იგივე მიმართულებით. ანუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს აქვს ეგეთი დათქმა, რომ შეუძლია სხვა შემოსავალი მიიღოს, ოღონდ არ უნდა იყოს უცხოეთში IT სექტორით მიღებული შემოსავალზე 2%-ზე მეტი. შესაბამისად ესეც შეზღუდვაა ერთ-ერთი, რომელიც ეუბნება, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა იყოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და საქართველოში დაფუძნებული და ხო, თავარი დათქმა ის არის, რომ საქართველოში უნდა ყავდეს დაქირავებული და უნდა იყოს ეს ორწლიანი გამოცდილება და მე სხვა დანარჩენი არის უკვე სპეციფიკა, როდესაც შეაქვს ნებისმიერ კომპანიას აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, იქ უკვე განაცხადის პროცესში სხვადასხვა მიმართულებაა და იქ სხვადასხვა სპეციფიკაა თუ რის გამო და რა კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება რაღაც მომენტში დაუხარბეზონ და მე დახარბებების მერე რა თქმა უნდა იმის აღმოფხვრა შესაძლებელია და ამ სტატუსის მოპოვება. თან ანუ ისაც არ უნდა დაავიწყდეს, რომ ანუ ეს მიმართულება რადგან შეიქმნა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი რადგან არის ქვეყნების ორმაგი დაბეგრის ნაწილი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ამ დროს. ანუ თავარი ყურადღება მაინც ექცევა, რომ გამოცდილი იყოს და ამ მიმართულებით, რომელიც თავის ბრძანებაში არის გაწერილი IT სექტორში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი რა საქმიანობებში უნდა იყოს, ის მიმართულებებით უნდა საქმიანობდეს აუცილებლად. და ეგ არის ყველაზე მთავარი. და აი ჩვენი საუბრის, ხო, მადლობა. ჩვენი საუბრის ბოლოს მე მაინტერესებს აი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.
რა დეფინიციებში არის ხოლმე როგორც წესი ეშმაკი დამალული როგორც იტყვიან და შესაბამისად ანუ დეფინიციებში გარკვევა ძალიან უჭირს ხოლმე როგორც წესი ბიზნესებში რომ თითოეული დეფინიცია ეს მარტო ჩვენი სახელმწიფო კოდექსის გამოწვევა არ არის ხო ნუ ზოგადად დოკუმენტი ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა ბევრი მიმართულებით აი მე მაინტერესებს აი ბიზნეს სუბიექტები ყველაზე ძალიან აი ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ და აი რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს რეალურად კომპანია ამ და სხვა რისკების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. ძალიან კარგი კითხვა დასვით, ზუსტად ეგაა ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ხანდახან ბიზნესი უყურებს იმას თუ რომელი სტატუსი რომელიც უფრო მეტი შეღავათი აქვს. თუმცა პირველი კითხვა რაც უნდა დასვან ის არის რომ რომელი საგანაცხადო შეღავათი ჩემ ბიზნეს მოდელს რომელი უფრო კარგად ერგება. ზუსტად მაგაში არის განსხვავება ვირტუალური ზონის პირის სტატუსსა და საერთაშორისო კომპანიის პირის სტატუსის შორის, რომ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უფრო მორგებულია ახალი დამწყები ბიზნესისთვის ან სტარტაპებისთვის, რომელსაც ახალი დაწყებული აქვს ან სხვა მცირე მიმართულებით IT გუნდისთვის, რომლებსაც აქვთ რაღაც შეკვეთები უცხოეთიდან უცხოეთში უწევენ შესაბამისი კვლევით მომსახურებას IT სექტორში და მათთვის უფრო მარტივია რომ მოიპოვოს ვირტუალური ზონის სტატუსი და პირის სტატუსი და შესაბამისად ამ შეღავათით ისარგებლოს. თუმცა თუ უფრო გამოცდილი კომპანიებია, უფრო ფართო მასშტაბი აქვს და პრეისტორია უფრო დიდი აქვს და ასევე ყავს შესაბამისი კვალიფიციური კადრები, უნდა იყოს ანუ მას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. თუმცა, როდესაც მოიპოვებენ ამ სტატუსს, მხოლოდ ანუ კიდევ აქ ერთი შეცდომას იმას უშვებენ, რომ მხოლოდ შეღავათებს აღარ უნდა უყვირდონ. ანუ აუცილებელია, რომ სამომავლოდაც ის წესები, რაც და ის ვალდებულებები, რაც აქვთ ორივე სტატუსის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს, ის სტატუსები შეინარჩუნონ, ზუსტად როგორც ვახსენე ის, რომ საერთაშორისო კომპანიის შემთხვევაში სხვა შემოსავალი არ უნდა ქონდეს, აქ უნდა ყავდეს დაქირავებულები და ძირითადი ნაწილი ყველაფერი ამით უნდა საქმიანობდეს, ხოლო ვირტუალური სტატუსის შემთხვევაში ერთ პერიოდი ძალიან დიდი გადატრიალება მოხდა, რადგან სხვაგვარად იყო ინტერპრეტაცია გაგებული ბევრი ვირტუალური ზონის სტატუსისთვის და ბევრი ისე ქმნიდა საქმიანობას და ისეთი სტატუსის პირი იყო, რომ დაქირავებულები საქართველოში არ ყავდა და მთლიანი მოგება გადიოდა იმ დაფუძნებელზე, თუმცა აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ დაქირავებული ყავდეს სპეციალური მიმართულებით, ან თუნდაც ის მართველი იყოს ჩართული და მართველი თავის საქმიანობიდან გამომდინარე ხელფასად აკვალიფიცირებს თავის შემოსავალს, ეგეც ანუ არ არის აუცილებლად დაქირავებული ყავდეს, მაგრამ ის ხელფასად უნდა იყოს საბაზროდ განპირობებული რაღაც ნაწილი, რომელიც დაიბეგრება შესაბამისად წყაროსთან საშემოსავლო განასახადით. ეს ორი რაღაცაა, რაც უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად და ხო, მთავარი ნაწილი ის არის, რომ თავის ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე არ უნდა შეხედონ პირველი რომელიც უკეთესი საგანაცხადო შეღავათი აქვს, არამედ უნდა შეხედონ რომელი ბიზნეს მოდელი უფრო უკეთესია კომპანიებისთვის და ეს უნდა გაითვალისწინონ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და მოკლედ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრი სუბიექტი არის დღეს ამ მიმართულებით ჩართული, დაინტერესებული და რაც შეიძლება მეტი გლობალური კომპანიის მოზიდვა არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, IT მიმართულებით აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ანალიტიკა, რაზეც დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ. მადლობა, ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე